აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელ საკრებულოს თავმჯდომარესა და თემის რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა მოადგილესთან ერთად მათ 2015 წლის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები გააცნო. ისაუბრეს მეცხოველეობისა და სხვადასხვა მიმართულებით კულტურების განვითარების შესაძლო გზებზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტებიც, რომლითაც ისინი მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს დეტალურად გაეცნობიან. მსგავსი შეხვედრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. 2015 წელს სამინისტრო სამ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელიც 10 ქვეპროგრამისაგან შედგება. საერთო ბიუჯეტი 3.488.100 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს სამინისტროს 10 ქვეპროგრამა გააჩნია, ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. მეცხოველეობაში გვაქვს ჩვენ საინტერესო პროგრამა, რომელიც პირველად ხორციელდება რეგიონში, ასევე მარწყვის გაშენება მოვლა-მოყვანის მიმართულებით, მეხილეობის მიმართულებით გვაქვს საინტერესო პროგრამები, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის განვითარებით, მეთევზეობის მიმართულებით, ანუ გვინდა პროგრამებით მოვიცვათ ყველა დარგი. დღეს რომ არ აქვს საშუალება რაღაც აგრეგატი შეიძინოს, ეს სახელმწიფო ხარისხიან აგრეგატებს იქნება სასათბურე კონსტრუქციებს შეღავათი ამ ფასებში აძლევს თანადაფინანსებით და ნელ-ნელა განვითარდება სოფელი ფეხზე დადგება. ფაქტიურად ჩემი სოფელი განთიადი დამოკიდებულია დღესდღეობით ბაზარზე და უკვე ამ პროგრამის დახმარებით უკვე ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ მოიყვანს თავის იმას პროდუქციას.